კალგარიში 300 დღე წელიწადში დაახლოებით აი ესეთიც არის, მოღრუბლული არ არის, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ არ ცივა. ზამთარი საკმაოდ ცივია და გრძელი, ტემპერატურა ხანდახან ჩადის -40-საც აღწევს ტემპერატურა და საკმაოდ გრძელიც არის რა, 6-დან 7 თვემდე გრძელდება ჩვენი ზამთარი. მაგრამ ერთი რაღაც არის, რაც გშველის, ეს არის ჰაერის თბილი ნაკადი წყნარი ოკეანეს მხრიდან, რომელსაც ჩვენ შინუკს ვეძახით. შინუკი რო არ გქონდეს, მოკლედ გავიყინებოდით რა, -25-დან +10-მდე ჩამოყავს ტემპერატურა ზოგჯერ. ეს ხო ზამთარს რაც შეეხება. ზაფხულს რაც შეეხება, ზაფხული გვაქვს საკმაოდ გრილი. 3 თვე არის ან 2 თვე დაახლოებით, მაგრამ ზაფხულშიც რაღაც პრობლემები არის აქ ამინთან დაკავშირებით. ეს არის სეტყვა, ხშირი სეტყვა არის და ხანძრები. ძალიან ბევრი ტყე იწვის ზოგადად კანადაში, იმის გამო რომ ჰავა არის აქ მშრალი. მოკლედ, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ ჩამოსვლა კანადაში და ვისაც გინდათ ცხოვრება ალბერტის პროვინციაში, კალგარიში ან ედმონტონში, ეს ფაქტები ამინდის შესახებ უნდა იცოდეთ. მადლობა, ნახვამდის.